დილამშვიდობის მოგესალმებით, კომერსანტის დილა ეთერში და ჩვენ ყოველკვირეულად, ყოველ სამშაბათს გვაქვს რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, რაც გულისხმობს ევროკავშირთან თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც ლინიენსის სახელით არის ცნობილი, რას ითვალისწინებს, რას გულისხმობს ეს თანამშრომლობის პროგრამა. სწორედ აი ამ თემას უფრო ვრცლად ჩვენი სტუმარი გაგვაცნობს, რომელიც უკვე სტუდიაშია, ირაკლი შაკიშვილი, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით ჩვენს მსმენელს. კი ბატონო, მე დავაანონსე, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ სწორედ ამ ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამაზე, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა ევროკავშირის და რომელიც გულისხმობს, რომ საბოლოო ჯამში აი ამ პროგრამის ეფექტიანი განხორციელება მოიტანს ბაზრის მოთამაშეებისთვის ჯანსაღ გარემოს, ხომ? უფრო მეტი რომ გითხრათ პროგრამა ლინიენსის შესახებ, რას მოიცავს ის, რას გულისხმობს ის და რისკენ არის მიმართული? კი ბატონო, თანამშრომლობის პროგრამა, ეგრეთ წოდებული ლინიენსი, წარმოადგენს კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული კარტელური ტიპის შეთანხმებები არის აზიანო როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე ჩვენთვის თითოეული მომხმარებლისთვის. და რატომ, ხო? პირველ რიგში, ესე ვთქვათ, კარტელური შეთანხმების პირობებში კონკურენტი კომპანიები თანხმდებიან იმაზე, რომ ერთმანეთს არ გაუწიონ კონკურენცია და შესაძლებელია შეთანხმდნენ მაგალითად მაღალი ფასების დაწესებაზე, ფასების ფიქსირებაზე, ბაზრების განაწილებაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი პირველ რიგში ჩვენ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენზე როგორც საბოლოო მომხმარებელზე. რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ ვიხდით იმაზე მეც, ვიდრე ნორმალური და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს პირობებში გადავიხდიდით. შესაბამისად, ბაზარზე საქონლისა და მომსახურების კუთხით გვაქვს შეზღუდული არჩევანი და ბაზარი გამოირჩევა ნაკლები ინოვაციით, იმიტომ რომ კონკურენტი კომპანიები ერთმანეთისგან აი ამ შეთანხმების ფარგლებში არ განიცდიან კონკურენტულ წნეხს, რათა მაგალითად გააფართოვონ წარმოება, შექმნან უფრო ინოვაციური პროდუქტი, შემოიტანონ უფრო ფართო ასორტიმენტის პროდუქცია და ასე შემდეგ. ამასთან ასეთი ტიპის კარტელური შეთანხმებების გამოვლენა და აღკვეთა კონკურენციის უწყების გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, დაკავშირებულია შედარებით ასე თუ ისე ხანგრძლივ პროცესთან, რომლის ფარგლებშიც კონკურენციის უწყებამ უნდა მოიძიოს სხვადასხვა ტიპის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მტკიცებულებები. აი სწორედ აქ აი ამ ეტაპზე ჩნდება თანამშრომლობის პროგრამა, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული კარტელური შეთანხმებები ჩვენი ქართული კანონმდებლობით არის ფინანსურ სანქციას ექვემდებარება. პირველ ეტაპზე ეს შეიძლება იყოს კომპანიის, მონაწილე კომპანიის ერთობლივი წლიური შემოსავლის 5%-მდე მაქსიმალური ჭერი, ხოლო თუ ეს ქმედება არ აღმოიფხვრა ან განმეორდა, ეს შეიძლება უკვე მაქსიმალური ჭერი განისაზღვროს 10%-მდე. შესაბამისად, აი აქ ჩაგიკითხებით სწორედ ამ კარტელურ ნაწილზე, კონკურენციის სააგენტო დღეს აუცილებლად მომართვის საფუძველზე იწყებს შესწავლას თუ მონიტორინგის შედეგად შეიძლება რომ ამ პროცესის შესწავლა რაღაც კონკრეტული გარიგებაზე ეჭვის გაჩენა მოხდეს, ან შეთანხმებაზე უფრო სწორად. კი ბატონო, ჩვენთან არსებობს მომართვის ორი ფორმა. პირველი ეს არის საჩივრის საფუძველზე, როდესაც შეუძლია ნებისმიერ ეკონომიკურ აგენტს ან დაინტერესებულ მხარეს, თუ მას აქვს კონკრეტული ინფორმაცია და მტკიცებულებები, კონკრეტულად წინასწარ განსაზღვრული საჩივრის ფორმით მოგმართოს, როგორც რა თქმა უნდა ამ საჩივარში უნდა იყოს მტკიცებულებათა რაღაც მინიმალური სტანდარტი დაკმაყოფილებული. ეს არის ერთი გზა. მეორე გზა ეს არის სააგენტოს მიერ საკუთარი ინიციატივით საქმის შესწავლის დაწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა ბაზრების მონიტორინგს და თუ ამ ბაზრის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ქმნის გონივრულ ეჭვს, შესაძლებელია საკუთარი ინიციატივით სააგენტომ დაიწყოს მოკვლევა. კი ბატონო, ახლა გავაგრძელოთ ამ ნაწილიდან. კარტელურ, ასე ვთქვათ, შეთანხმებასთან დაკავშირებით. მე ვსაუბრობდი კარტელურ შეთანხმებასთან დაკავშირებულ სანქციაზე, რომელიც არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად, აი ეს თანამშრომლობის პროგრამა არის გარკვეულწილად ორმხრივი მექანიზმი, რომელიც ბენეფიტის მომტანია როგორც ბიზნესისთვის, კომპანიისთვის, ასევე კონკურენციის სააგენტოსთვის. ანუ თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში
კარტელურ შეთანხმებაში მონაწილე კომპანიამ შესაძლებელია სრულად განთავისუფლდეს ან შეიმციროს ის კონკრეტული სანქცია, რაც მას უნდა დაეკისროს ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით იმის სანაცვლოდ, რომ მან ითანამშრომლოს კონკურენციის სააგენტოსთან. კი ბატონო, აი სწორედ ამ სარგებელზე მინდოდა კითხვა, ანუ რას აძლევს აი ამ კარტელურ შეთანხმებაში მონაწილე კომპანიას მომართვა კონკურენციის სააგენტოსთან, ანუ რა პროცესებისგან ათავისუფლებს ის? კი ბატონო, აი სარგებელი, როგორც უკვე გითხარით, მრავალმხრივია. ერთის მხრივ სააგენტოსთვის ეს ბენეფიტის მომტანია, იმიტომ რომ მას უფრო ეფექტურად უმარტივდება კონკურენციის პოლიტიკის აღსრულება, იმიტომ რომ პირველ წყაროდან იღებს იმ მტკიცებულებებს და იმ ინფორმაციას, რომელსაც მე იგი აღსრულების პროცესში იყენებს. ბიზნესისთვის ეს არის აი ამ ფინანსური სანქციისგან გათავისუფლების ან მისი შემცირების ერთადერთი კანონიერი გზა იმის მიუხედავად, რომ მან კანონი დაარღვია და მესამე, რა თქმა უნდა, ეს კონკურენციის პოლიტიკის ეს ეფექტიანი და ეფექტური აღსრულება, რა თქმა უნდა, დადებით როლს თამაშობს ჩვენზე საბოლოო მომხმარებელს. კი ბატონო, მოდით აი კანონმდებლობის ნაწილზე და თქვენ ახსენეთ, რომ სანქციისგან ათავისუფლებს, რა ხდება ჩვენს კანონმდებლობაში? იგივე აი ამ თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, როგორ არის ადაპტირებული ჩვენი კანონმდებლობა? რას გულისხმობს, რა წერია და რას მივყვებით, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში? ლენიენსი, ანუ თანამშრომლობის პროგრამა არის სრულიად ასე ვთქვათ, დასავლურ სამართლებრივ წიაღში აღმოცენებული ცნება. ეს პირველად დაინერგა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ უკვე ევროკავშირში განვითარდა და საკმაოდ ეფექტურად დაინერგა ევროკომისიის მიერ კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესში. ჩვენი კანონმდებლობაც, როგორც იცით, აი ზოგადად კონკურენციის კანონმდებლობაზე რომ ვისაუბროთ, მან გაიარა რამდენიმე რეფორმის ეტაპი. თითოეული ამ ეტაპის მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად დაახლოვებული იყო ევროკავშირში არსებულ სტანდარტებთან. მათ შორის აი ამ ლინიენსის, ანუ თანამშრომლობის პროგრამის ნაწილშიც აბსოლუტურად მოქმედებს ჩვენთან იდენტური მოდელი. კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის 33 პრიმა მუხლი არის სრულად თანხვედრაში ევროკავშირში არსებულ სტანდარტთან და ამასთან ერთად არსებობს ასე ვთქვათ პროცედურული წესების მარეგულირებელი ნორმატიული აქტი, რომელიც ეყრდნობა აი ამ ჩანაწერს და ასევე რომელშიც არის ასახული ევროკავშირში არსებული ის სულისკვეთება. ანუ შეგვიძლია მე ძალიან თამამად ვთქვა, რომ ლინიენსის დღეს არსებული საქართველოში მოდელი ყველა კუთხით, მათ შორის პროცედურული სამართლიანობის კუთხით, ინფორმაციის კონფიდენციალურობის კუთხით არის იდენტური ევროკავშირში არსებულ სტანდარტთან. კი ბატონო, აი ჩვენ ეს ასე ვთქვათ ტექნიკური ნაწილიც გავიაროთ, თუმცა მოდით უფრო დავაზუსტოთ, ვიღაც ადამიანმა, ბიზნესმენმა ვთქვათ გადაწყვიტა ამ თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მომართოს კონკურენციის სააგენტოს, აი ვის ეხება ეს, რა პროცედურა უნდა გაიაროს ადამიანმა, კომპანიამ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ვთქვათ აცნობს კონკურენციის სააგენტოს კონკრეტული კარტელური შეთანხმების შესახებ. თუ პირი არის ასეთი ტიპის შეთანხმებაში მონაწილე, მას შეუძლია მომართოს სააგენტოს წინასწარ დამტკიცებული ფორმით, რომელიც ასევე ჩვენს ვებგვერდზეც არის მითითებული. და თავარი რა არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი ეს არის, რომ მან რა თქმა უნდა მომართოს სააგენტოს და ასევე მან სააგენტოს უნდა მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომლებიც სააგენტოსთვის სხვა წყაროდან არ იყო გამხდარი ცნობილი. კი ბატონო. ის რაც თქვა ღია წყაროებში ეს არის. კი ბატონო, რაღაც მნიშვნელოვანი ტიპის ინფორმაცია და დოკუმენტაცია უნდა მიაწოდოს. და ამის შემდეგ მან უნდა გააგრძელოს სააგენტოსთან თანამშრომლობა მუდმივ პროცესში, არ უნდა გაამჟღავნოს, რომ იგი თანამშრომლობს სააგენტოსთან საჯაროდ და ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს, თანამშრომლობის პროგრამაში ვერ ჩაერთვება ისეთი პირი, ისეთი კომპანია, რომელმაც ან სხვა კომპანია აიძულა, რომ კარტელურ შეთანხმებაში მიეღო მონაწილეობა, ან თვითონ არის აი ამ კარტელური შეთანხმების ინიციატორი. კი ბატონო. და პროცედურული ნაწილი, ანუ ეს შევსება განაცხადის ონლაინ არის შესაძლებელი და კონფიდენციალური თქვენი მხრიდანაც კონფიდენციალური რჩება ბოლომდე ეს ეტაპი? კი ბატონო, განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე შესაძლებელია ადგილზე მოსვლითაც და ზეპირადაც არის შესაძლებელი ამის გაკეთება ოქმის გაკეთების საშუალებით. ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ ახლა კონფიდენციალურობის საკითხი ახსენეთ. განცხადებელი და განცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოკვლევის განხორციელების პროცესის მიმდინარეობისას არის სრულიად კონფიდენციალური. რაც გარკვეულწილად შესაძლებელია იყოს იმის გარანტია, რომ უფრო მეტი რაღაც სტიმული ან სურვილი გაუჩინოთ კომპანიებს თანამშრომლობის.
რომ შემდგომ თავიდან სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ, არასასიამოვნო სიტუაციები ესე ბრწყალებში რომ თქვა. კი ბატონო, მთლიანობაში ეს თანამშრომლობის პროგრამის მიზანიც ალბათ ეს არის, რომ სამომავლოდაც ეს ასეთი ტიპის შეთანხმებები, რაც მომხმარებელს აზარალებს, რაც შეიძლება ნაკლები იყოს, ან საერთოდ აღარ იყოს იდეალურ შემთხვევაში. მოდით აი ევროკავშირის პრაქტიკაზეც გვითხრით, თქვათ, რამდენად ხშირად გამოიყენება აი ეს შეთანხმების პროგრამა ევროკავშირში, თქვათ, რა გამოცდილება გვაქვს საერთაშორისო დონეზე, სწორედ აი ასეთი კარტერული გარიგებების გამოსავლენად. როგორც უკვე ვახსენე, ევროკავშირში ეს პროგრამა არის დანერგილი 1996 წლიდან, თუმცა მისი ამოქმედებისთვის რაღაც გარკვეული პერიოდი გახდა საჭირო და უკვე აქტიურად მისი გამოყენება დაიწყო 2004 წლიდან და ეს 20 წლიანი პერიოდი რო ავიღოთ 2004 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ასეთი ტიპის შეთანხმებების თითქმის 94%-ში მინიმუმ დაფიქსირდა მინიმუმ ერთი თანამშრომლობის პროგრამის განაცხადი მაინც. და აი ამ დაფიქსირებული განაცხადების დაახლოებით 55-60%-ში გამოყენებული იქნა ან ასე ვთქვათ ფინანსური სანქციის საერთოდ გაუქმება, ან მისი შემცირება. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ფართოდ გამოიყენება, მაგალითისთვის შემიძლია ერთი საქმეც მოვიყვანო 2016 წელს ევროკომისიამ გამოიყენა რეკორდული რაოდენობის ჯარიმა დაახლოებით 3 მილიარდი ევრო 4 კომპანიისთვის. თუმცა როგორც კი კომისიამ დაიწყო აი ამ საკითხის მოკვლევა, ყველა კომპანიამ გამოთქვა აბსოლუტურად თანამშრომლობის სურვილი და ეს რაღაც 3 მილიარდიანი ჯარიმა შემცირდა რაღაც დაახლოებით 600 მილიონამდე. პირველმა ვინც დააფიქსირა, ესე ვთქვათ, თანამშრომლობის პროგრამაში ჩართვის სურვილი, ის კომპანია სრულად განთავისუფლდა ფინანსური სანქციისგან. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კარგი და მრავალმხრივი ინსტრუმენტია, რომელიც ორიენტირებული არა მხოლოდ კონკურენციის უწყებისთვის, აღსრულების პროცესის გამარტივებაზე, არამედ აქვს გარკვეულწილად ბიზნესისთვის სასარგებლო სხვადასხვა მახასიათებლები. კი ბატონო, ანუ გამოდის, რომ არა მხოლოდ ის ვინც მიმართავს, თუ მეორე მხარეც ჩაერთვება ამ თანამშრომლობის პროგრამაში, მისთვისაც შემსუბუქება საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს, ხო? კი ბატონო, რამდენიმე ტიპის კატეგორიის ასე ვთქვათ, შეღავათები არსებობს. ჩვენი კანონმდებლობისაც დადგენილია 3 კატეგორიის შეღავათი. პირველი კატეგორიის შეღავათი გულისხმობს, რომ პირი სრულად თავისუფლდება ფინანსური სანქციისგან, უბრალოდ მან პირველმა უნდა მოგმართოს ჩვენ და მოგვაწოდოს ის რა თქმა უნდა ისეთი ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი არ იყო. მეორე კატეგორიის შეღავათი ეხება ისეთ პირს, რომელიც მეორედ მოგმართავს, ანუ რიგით მეორე იქნება და შეავსებს იმ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს, რაც პირველმა მომმართველმა მოგვაწოდა და მესამე კატეგორიის შეღავათი ეხება უკვე მესამესა და დანარჩენ კომპანიებს და ამ შემთხვევაში პირველი სრულად თავისუფლდება ფინანსური სანქციისგან, მეორე კომპანია შეიძლება გათავისუფლდეს 20-დან 50%-მდე, შეუმცირდეს ფინანსური სანქცია და მესამე კომპანია 20%-მდე და ასე შემდეგ. კი ბატონო, ნუ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს ამ ნაწილში და ჩვენთან შედარებით მაინც ახალია ხომ ეს კონკურენციის კანონმდებლობა, კომპანიებიც ახლა უფრო მეტად ეწყობიან ამ პროცესს, მაგრამ მე მგონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობიერებაც და მათი ასე ვთქვათ, ქმედებაც ნელ-ნელა აი ამ კონკურენციის სააგენტოს აი რა სიტყვით თვლიანობაში ბიზნესი რამდენად ადაპტირდა მოკლედ აი ამ კონკურენციის კანონმდებლობასთან და იმ ცვლილებებთან, რაც პერიოდულად გვხდება ხოლმე იგივე მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში. იცით რა არის, ზოგადად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურენციის კანონმდებლობა, რაც იმ ფორმით, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ძალიან ახალია, შედარებითია, ხო, ყველაფერი ევროკავშირში თუ ეს მოქმედებს 50-60 წელი, ჩვენთან რეალურად ის სამართლებრივი ჩარჩო, რაც ახლა არის ძალაში, არის 2020 წლიდან. როდესაც მასშტაბური და ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში და ჩვენის მხრივ ყოველთვის ვცდილობთ, რომ გქონდეს სხვადასხვა ტიპის შეხვედრები ბიზნესთან, ბიზნეს ასოციაციებთან, რომ გავაცნოთ არა მხოლოდ კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული სხვადასხვა საკანონმდებლო თუ არასაკანონმდებლო ინსტრუმენტები, არამედ მომხმარებელთა დაცვის უფლებების მიმართულებითაც არსებული იგივე თუნდაც გამოწვევები, პრობლემები და საკანონმდებლო ინსტრუმენტები. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ეს იყო რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.